მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით კვლავ ყავისჭიქებთან ერთად. და როგორც ხედავთ, გვაქვს ორი ვარიანტი. ფერები განსხვავებულია, ამიტომ არ გამოვიყენებ სიგნიფიკაციისთვის არაფერს, ისედაც შეძლებთ არჩევას. და პირველი და მეორე, ესე გადავანაწილოთ. მე ხა დავიწყებ. პირველი ვარიანტი. აქ არის ესეთი სიტუაცია, ორ ადამიანს შორის არის რაღაც გადასაწყვეტი. ერთი არის ძალიან თავდაჯერებული, ძალიან დარწმუნებული საკუთარ თავში, საკუთარ პოზიციის სიმყარეში. მეორე არის უფრო დინჯი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ფიქრობს, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. და სანამ იმოქმედებს, მაგრამ აი ამ ადამიანებს შორის ახლა არის ესეთი სიტუაცია, ხა თქვენ ვიღაცებისთვის პირადად შეიძლება თქვენ იყოთ რომელიმე აქედან, ან თქვენს ახლობლებს ვიღაც ეხება, ხო? ამ შემთხვევაში სიტუაცია მიდის იქამდე, რომ უფრო კონფლიქტური გარემო შეიძლება შეიქმნას, თან საკმაოდ შეიძლება დაიძაბოს ეს ამბავი და ეს სიტუაცია. ასევე მე აქ ვხედავ რაღაცა კაცია. აი ამ ამბავთან არის დაკავშირებული და ეს კაცი თითქოს აი გადამალვას ცდილობს თავისი ფინანსების თუ რაღაც აი დანაზოგი უნდა გააკეთოს, რომ აი თავი დაცულად და დაზღვეულად იგრძნოს, ხო? ეს კაცი მოქმედებს სხვა ადამიანის დახმარებით. ერთი არის უფრო მაღალი თხელი, სანთელს შეხედეთ. ამაზე დავიწყე ლაპარაკი. ერთი არის მაღალი თხელი აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც ესეთი ცოტა მოკაუჭებული ცხვირი აქვს. ეს არის უშუალოდ ის, ვინც ფულს ინახავს და რაღაც დანაზოგს ქმნის. იმისთვის, რომ შრალად გამოძვრეს აი ამ კონფლიქტიდან და მეორე, ვინც მას ჩუმად მხარს უჭერს სანთელი ღმერთო რა დღეშია. მეორე არის უფრო დაბალი აღნაგობის მამაკაცი, ცოტა ესეთი ჩასხმული, სრული, შეიძლება ითქვას ცოტა ჭარბწონიანიც კი და არის მელოდი, აი გვერდებში აქვს თმები და ატარებს სათვალეს. აი ეს კაცი თითქოს აი ამ მაღალი აღნაგობის მამაკაცს ეხმარება აი ამ რაღაც ინვესტიციის ჩადებაში, თუ ფულის გადამალვაში, თუ გათეთრებაში, ნუ რა ვიცი ახლა ხო, თქვენს გარემოცვაში მოიხედეთ, მაგრამ აუცილებლად გაიგებთ რაღაცა ეგეთ ამბავს. ნუ პირადად თქვენ თუ გეხებათ, ხო ცალკე თემა, მაგრამ უფრო მგონია რომ სხვა ადამიანებზე გაიგებთ მაგას. ეხლა კიდე რა არის? ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თქვენზე ფიქრობს. იცით როგორი ადამიანია, თეთრი პირის სახის ადამიანია, აქვს თხელი წვერები, ხშირი, მაგრამ აი თხლად გაპარსული წვერები აქვს ლოყებზე. მუქი ფერის წვერები და კიდე რა ახლა დამახასიათებელი არის, აი ღრმად ჩამჯდარი თვალები აქვს. ან აი თვალის უპეები შეიძლება ქონდეს ჩაშავებული მუდმივად და აი ესეთი გარეგნობის ადამიანი თავის ფიქრებში ხშირად გხედავთ, ხშირად გიხსენებთ. შორიდან გაკვირდებათ სხვათა შორის. ადამიანზე გაიგებთ კიდევ თქვენს შეიძლება ნათესავი ოჯახის წევრი, უფრო აი რაღაცა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ეს თქვენ არ ახართ, მაგრამ აი რაღაც ესეთი კავშირი გაქვთ, ან ოჯახის ახლობელი, შეიძლება სისხლით ნათესავი. მოკლედ ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ძალიან ესეთი არტისტული ხასიათი აქვს, კარგად შეუძლია თავის წარმოჩენა საზოგადოებაში, შეიძლება უყვარდეს ესეთი
ცოტა ექსტრავაგანტული სტილი, ან აი მოკლედ ადამიანი, რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება ზოდიაქოთი ლომიც იყოს და მოკლედ აი ამ კაცის შესახებ გაიგებთ რაღაცა წარმატებას, აღიარებას, თითქოს აი ამ ადამიანმა რაღაცა ესეთ მნიშვნელოვანს გაუმკლავდა, რაღაცა მოახერხა. აღონდ რო გითხრათ ეხლა მისი ეს გამარჯვება მარტო მის პიროვნულ ღირსებას და სიმამაცეს კი არ ეხება, აი ამ ყველაფერს ხო აი ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას წარმოადგენს როგორც აი როგორ გითხრათ თეატრალიზებულად რა. ისეც თავისი იმიჯისთვის, თორე რო გითხრათ რომ რაღაც ფასეულობებზე დაყრდნობით აკეთებს მაგას ნაკლებად არა, უფრო აი თვითონ გამოჩნდეს კაი ტიპი. კიდევ რა გვაქვს? მომავალში თქვენ გექნებათ ესეთი სიტუაცია, სადაც მოგიწევთ გადაეკვეთოთ ისეთ ადამიანს, შეიძლება პირდაპირ ფიზიკური მნიშვნელობით შეხვდეთ ადამიანს სადმე შემთხვევით, ან რაღაცამ დაგაკავშიროთ წარსულის ადამიანთან. იცით როგორი წარსულის ადამიანი, აი საერთოდ გაწყვეტილი რო გაქვთ ყველანაირი კომუნიკაცია. ოღონდ ისე კი არა რომ აი დრო გავიდა და არ ეხმენებთ, არა, აი საერთოდ რომ მისკენ აღარც იხედებით, აღარც გაფიქრდებათ, არც გედარდებათ, აი საერთოდ ვიღაცას ვისთანაც დასრულებული გაქვთ ყველაფერი, აი შემთხვევით ეს ადამიანი ამოტივტივდება ისევ ხელახლა თქვენს სამომავლო ცხოვრებაში. ეს იქნება ალბათ 2 კვირა 1 თვის ვადაზე. აქ არის კიდევ უცხოენების სწავლა მაგალითად, ან ჩინეთთან განსაკუთრებით ვინმე რა ვიცი, ახლობელი თუ გყავთ იქ, ან თქვენ თუ აპირებთ მოგზაურობას, ენის სწავლას, ხო, აი რაღაც აი ჩინეთი და ჩინური კულტურა მოდის ძალიან ნათლად ჩანს, ხო? ეხლა აქ რასაც ვხედავ, თუმცა ეს ეხლა ყველასთვის ვერ იქნება, ლოგიკურია, მაგრამ ვიღაცაებისთვის ეს ჩანს, თითქოს აი რაღაცას დიდი ხანი ელოდებით აი ამ ამბავთან დაკავშირებით, ელოდებით და აი მე უცებ რაღაცა გაიხსნება ეს საკითხი. ან წასვლა, ან ჩინურ კომპანიაში, თქვათ, აი ხო აქვთ საქართველოში ფილიალები, იქ მუშაობის დაწყება, ან რაღაც ხელშეკრულების დადება, ნუ აი რაღაცა ჩინეთი ძალიან იკვეთება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მნიშვნელობით, ხო? ეხლა ყველასთან სხვადასხვანაირად იმუშავებს. კიდე სხვათა შორის ჩანს ის, რომ თითქოს ვიღაცა რაღაცას მოგიტანთ, უსასყიდლოდ დაგეხმარებათ, თუ ჩუქება ნაკლებად, უფრო აი ვიღაცა რაღაცაში, ასე ვთქვათ, მოგემსახურებათ უსასყიდლოდ, ეს მოგემსახურებათ ზუსტად არ გაიგოთ ეხლა რაღაც. უბრალოდ აი ადამიანს შეუძლია და თავის დროს და ენერგიას გიზიარებთ თქვენი საქმის საკეთებლად. გუში უკაცრავად დამირეკეს და ვიდეო გაწყდა. ხო, რაც შეეხება გულს. თითქოს არის აქ ესეთი სიტუაცია, სადაც ვიღაცასთან მიმართებაში გრძნობთ კონკურენციას, უბრალოდ გრძნობთ იმას, რომ ვიღაცა გეჯიბრება, ჯიბში გიდგათ, თითქოს ვიღაცა ადამიანი, რომელიც სულ აკვირდება თქვენს ნაბიჯებს, თქვენს ყოველდღიურობას, იმას თუ თქვათ რა გადაწყვეტილებებს იღებთ, რამე ახალი ხო არ გაქვთ და ან თქვენ დამოკიდებულება არის ისეთი, რომ აი არაფერს არც ცვლით, არც არაფერს არ ეუბნებით, მაგრამ აი გაწუხებთ ეს ადამიანი თითქოს, ხო?
რაღაცა ესეთი ჩანს და იკვეთება, კარგია, გავხსნათ გული. იცით რას ვხედავ გულში? ასაკით უფროსი ადამიანი, რომელიც ზოგადად თავისი ახალგაზრდობის განმავლობაში ძალიანაც წარმატებული, ძალიანაც შემდგარი და საკმაოდ ესეთი დაფასებული ავტორიტეტული პიროვნება იყო თავის დროზე, მაგრამ ეხლა შეიძლება რაღაცა ცხოვრებისეულმა გამოწვევებმა, საკმაოდ ჯანმრთელობამ ცოტა დაასუსტა ეს ადამიანი, მაგრამ აი ამ ადამიანზე ზრუნვა უწევს ვიღაცა ახალგაზრდა ქალს. ეს ახალგაზრდა ქალი არის აი სიცოცხლით, ენერგიით, კონკურენტ უნარიანობით ახსოვსი ადამიანი, ანუ მარტო ამას დაიცავს კი არა, ამ ასაკით უფროს ზოგადად ძალიან ესეთი არ შეიძლება თქვენც იყოთ, ხო, ძალიან შემდგარი და ძალიან თავდაჯერებული ქალია. არც შეიძლება აი მოხუცი მამა, ან პაპა, ან ვიცი ვინმე ესეთი თუ გყავთ, ესე ცოტა თქვენზე უფროსი ვინც არის, აი ვინმეს შეიძლება სჭირდებოდეს ესე თქვენი გვერდში დგომა და გაფრთხილება. ეს არის პირველი ვარიანტისთვის, რაც შემეძლო მეთქვა. შეგახსენებთ, რომ კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით. ასევე პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ ნომერზე 511-14-91-63 დამიკავშირდეთ. WhatsApp-ზე, Viber-ზე ან Telegram-ში. და ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. აქ რა გვაქვს? ну, აქ ჩანს ცოტა უფრო მხიარული განწყობა, ვიდრე პირველ ჭიქაში. აქ ჩანს შეიძლება ვინმესთან ერთად სადმე აი მანქანით სასიამოვნო გზაზე წასვლა. თქვენი ასაკის ადამიანებთან ეს იქნება რაღაცა ძალიან ისეთი მხიარული შეკრება და გასეირნება სადღაცას, ხო? უფრო ის 3, მაქსიმუმ 4 ადამიანი შეიძლება წახვიდეთ. რაღაცა ის სამეგობრო მაგალითად, ან ბიძაშვილები, ხო, აი რაღაც გოგოებიც არიან, ბიჭებიც. ასევე ვხედავ იმას, რომ ორი ქალბატონია, ამ ორი ქალბატონიდან ერთს აქვს უფრო ღია ფერის, აი ხო ღია ყავისფერი თმები. თეთრი სახი აქვს, მაგრამ აი მრგვალი ლოყები აქვს. გამხდარია, მაგრამ აი ლოყები მაინც მრგვალი აქვს. აი ასეთი გარეგნობის ქალია. რომელთანაც რაღაცა ენა მიაქვს და ყურში უჩურჩულებს მეორე ქალი რაღაცა ინფორმაციას. ის მეორე ქალი უფრო ატარებს ჩოლკებს, წინამოს და ატარებს შავ თმას, აი რაღაცას ესე ჩარჩურჩულებს, რომ ეს გააბრაზოს თუ გააქეზოს თუ რაღაცა ესეთი ამბავია. შეიძლება ყოფილი დაქალი იყოს ვინმე ან რაღაცა ესეთი, ხო? კიდევ კიდევ არის ის, რომ რაღაც საკითხთან მიმართებაში თქვენ იპოვით გამოსავალს და გამოსავალი იქნება ცოდნაში, ინფორმაციის ათვისებაში, სწავლაში. ხო, აი ეს საკითხი, რაც ახლა თქვენ გაფიქრებთ და განერვიულებთ, არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენი იცით, რამდენად კომპეტენტური ხართ ამ ამბავში და მოკლედ აი ამ თქვენს საფიქრალზე და თქვენს მიზანზე უფრო მეტ ინფორმაციას თუ მოისმენთ და თუ უფრო მეტ განათლებას და კვალიფიკაციას თქვათ მიიღებთ და აიმაღლებთ, უფრო დაგეხმარებათ.
კიდევ აქ გვაქვს აქ ვხედავ არც მაინც და მაინც სასიამოვნო სურათს. ორი ადამიანია ერთად და თითქოს მათი ერთად ყოფნა საერთოდაც არ არის სასიამოვნო და თითქოს ამათ ერთად ყოფნას ვიღაცა ხელს უწყობს მესამე, ან წარმოგიდგენთ, მესამეები ხო ურთიერთობებს ანგრევენ ზოგადად, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით, ანუ ვიღაცა ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც იძულებულს ხდის ამ ორ ადამიანს, რომ ერთად იყვნენ. და ერთ-ერთი მხარე არის აი მართლა გაქცევაზე და სული ეხუთება ამ ურთიერთობაში და ამ სიტუაციაში სხვათა შორის აი ძალიან ბევრი კონფლიქტის აი თქვენს თვალში ძალიან ბევრი ავტორიტეტული ადამიანი ვინც იყო აქამდე და ვინც გეგონათ რომ თურმე ძალიან ჭკვიანი, თურმე ძალიან განათლებული, წარმატებული და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ავტორიტეტები თქვენს თვალში დაიწყებს მსხურევას. არ ვიცი, აი სამსახურში შეიძლება მაგალითად უფროსები, აი მენეჯერები, დირექტორები, ვინც ყავთ, შეიძლება ესენი დახსნან, საერთოდ გაათავისუფლონ. აი ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს ვხედავ, რომელიც რაღაცა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ყველა დაკარგავს ესენი, აი თავენ პოზიციებს, აი თან ეს ერთიანად მოხდება, აი როგორც ცელი რომ ერთიანად გამოუსვა, აი სხვადასხვა ხორბლის ღერი რომ იმ ერთი გამოსმით იჭრება, აი ეგეთი რაღაც, აი ერთიანად ეს რაღაცა ცელი დააღუპავს მოკლედ აი ამ ადამიანებს, არ ვიცი, შეიძლება მთავარი დირექტორი ვინც არის შეიცვალოს და იმან საერთოდ გააახლოს კადრები თუ რაღაცა ძალიან ისეთი ამბავია რა. საინტერესო სხვათა შორის ასეთი ფიგურები ყოველთვის არ მოდის ხოლმე ჭიქაში. სხვათა შორის აქ თქვენ ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება გაიგოთ ის, რომ მაგალითად თუ კი აქამდე ვიღაცები იყვნენ ფიზიკურ თუ ნუ შეიძლება თქვენ გეხებოდეთ ან ვინმესთან თქვენ ახლობელთან აი ფიზიკური სიშორე, იძულებითი განშორება თუ კი არსებობდა, მაგალითად აი სხვადასხვა ქვეყანაში თუ ცხოვრობდით ან რაღაც გარემოებები თუ გაშორებდათ იძულებით ვინმესთან, თითქოს აი ხელახალი ურთიერთობის განახლება, ურთიერთობის აღდგენა, აი ორი ერთნაირი ადამიანი ერთმანეთს იპოვის, ოღონდ ეს არ არის სასიყვარულო ურთიერთობა, ეს არის აი როგორც მეგობრობა, როგორც მოკავშირეობა, როგორც აი ნათესავი, რომელიც შენთვის მართლაც ძვირფასი და ხა სისხლით ნათესავი ბევრია, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ ეს არის აი ხასიათობითად ძალიან მსგავსი ცხოვრების სტილი, ღირებულებებიც, ხო? აი რაღაცა აი მოკავშირის დაბრუნება, აი ესე შემიძლია რომ დავარქვა იმას, რაღაცას ახლა აქ ვხედავ, ხო? აი მართლა რომ თქვენიანია ვიღაცა და აი ეს რომ საბოლოოდ მოაღწევს თქვენამდე, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ რომ ეს იყო რაღაცა იძულებითი განშორება. იძულებითი, მაგრამ აი დაბრუნება, რომელიღაცა ან თქვენ უბრუნდებით, ან ის გიბრუნდებათ, ხო, არ ვიცი, ხა ყველა თქვენ თავზე წარმოვიდგინეთ. ახალგაზრდა გოგოს ვხედავ. რგვალი პირის სახი აქვს. მუქი ფერის თმები აქვს და ცოტა შეიძლება ხუჭუჭა იყოს, ოღონდ გრძელ თმებს ატარებს. აი ეს ასეთი გარეგნობის ქალბატონი ვინც ყავთ, აი რაღაცას ელოდება, ზის და ელოდება და მისი ლოდინი არის დაკავშირებული რასთან გავხედოთ რასო. თითქოს რაღაცა უნდა რომ აი ეს უმოქმედობა რაშიც არის ჩავარდნილი ეს გოგო თუ ქალი. გონია რომ შემთხვევითი არ არის. და ესე გონია რომ ის რაც მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება არის მისთვის ცოტა შორი და ხელმიუწვდომელი.
არა და საერთოდაც არ არის ძალიან შორს. სინამდვილეში ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონ განკარგავს თავის ბედის წერას, უბრალოდ ჯერ არ გაუაზრებია და ჯერ მაგის არ სჯერა. თვითონ და მივიდეს თავის გზამდე, თავის ბედის წერამდე. ხო, ეს გოგონა სხვათაშორის კიდე რასაც უყურებს არის ის, რომ თითქოს აი ვინმე რაღაცას ცუდს ლაპარაკობს მასზე და ზედმეტად ყურადღებას აქცევს თუ ყოველ შემთხვევაში ხედავს იმას, რომ მას მხოლოდ კეთილი სურვილები არ ჰყავს და ესე შორიდან აკვირდება იმ ადამიანებს, ვინც იგესლებიან მისი მისამართით. დიბა. კიდევ ხედავით ეს რაღაცა მიზანი იყო, რომელიც თავის დროზე ძალიან მტკიცე ნაბიჯებით დაიწყო ეს საქმე, მაგრამ მერე თითქოს რაღაცა დაკარგა ეს სიმტკიცე და სიმყარე აი ამ გადაწყვეტილებამ. გულში გყავთ ვიღაცა ესე იცით როგორი ადამიანი? თითქოს აი სკამზე ზის და აი ამ სკამთან ვიღაცებს რაღაცები მიაქვთ თუ ეხმარებიან თუ არ ვიცი მაგითასთან ზის ეს ბავშვი თუ საწოლია. აი შეიძლება ვინმე გყავთ საავადმყოფოში და მის სანახავად მიდიოდეთ თუ რაღაცა, ვიცი. მოკლედ გულში ხედავ იმას, რომ აი ვიღაცასთან მიდიხართ და გამოხატავთ მზრუნველობას. ეს არის მეორე ვარიანტისთვის, რაც ამ ჭიქით შემეძლო რომ მეთქვა თქვენთვის. მადლობას გიხდით, რომ რჩებით მუდამ ჩემს არხზე. იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩემი გამომწერების რიცხვი იზრდება. მე გისურვებთ წარმატებებს და ნახვამდის.